მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ქალის ხმა, მე ლელა ლობჟანიძე ვარ. ეს არის სივრცე, სადაც ღიად ვსაუბრობთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქალები დგანან, მაყურებელმა იცის, რომ ჩვენ ამ გადაცემის საშუალებით ვსაუბრობთ სწორედ გენდერულ დეზინფორმაციაზე და მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე. დღეს ჩვენი სტუმარია იურისტი თია თედლიაშვილი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ. დავიწყოთ გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე გენდერულ დეზინფორმაციაზე საუბრით, სწორედ ვახსენეთ ეხან ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე პროტესტის ფონზე ძალიან ბევრი აქტიური ქალი არის, რომლის მიმართაც მიმდინარეობს მიზანმიმართული დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ჩვენ ხშირად ვხედავთ ხოლმე, რომ განსაკუთრებით სოციალურ ქსელში ეს ქალები ხშირად ხდებიან დეზინფორმაციის და ბულინგის მსხვერპლი. თქვენ როგორც იურისტი და პრაქტიკიდან რამდენად არის დღეს ეს პრობლემა და თუ არსებობს რამე საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც ამას დაარეგულირებს რაღაც დონეზე და როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ დეზინფორმაციას და თავადაც თუ გამხდარ ხართ თქვათ მსხვერპლი აი მიზანმიმართული რაღაცა კამპანიის აი ამ დეზინფორმაციული ნარატივის დიახ, ჩვენი საზოგადოება ზოგადად არ არის, ასე ვთქვათ, მზადი იმისთვის, რომ გარკვეული დისკრიმინაცია ადამიანების მიმართ არ იყოს განხორციელებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ სამწუხაროდ ქალები უფრო ხშირად ხდებიან ხოლმე ბულინგის მსხვერპლები, რაც გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთი თვალნათელი მაგალითი არის, თუნდაც იგივე აქციების დროს როდესაც ქალები იღებენ მონაწილეობას აქციაში, ეს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს საზოგადოებისას და შემდეგ როგორც თქვენ ბრძანეთ, დეზინფორმაციის მსხვერპლები ხდებიან და გენდერული დისკრედიტაცია მიმდინარეობს ამ ქალების მიმართ. თუნდაც კომენტარებში, სადაც ვკითხულობთ, რომ ქალი ხარ და წადი ოჯახს მიხედე, რაღაცვია, როგორ გამოიყურება, თვალები როგორა ჩახატული, რა უკეთია და ასე შემდეგ. რეალურად ასეთი თემატიკის ქვეშ მსხვერპლები კაცები ნაკლებად არიან ხოლმე, როგორც წესი, მათ მიმართ არ შეგვხვედრია კომენტარები, რაცვია, წადი ოჯახს მიხედე და ასე შემდეგ, რაც მიუთითებს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებაში ქალების მიმართ არის უფრო მეტი მოთხოვნა, რომ ისინი რატომღაც სხვანაირები უნდა იყვნენ და ოჯახში უნდა იყვნენ მაინც და მაინც და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნაკლებად უნდა იღებდნენ რეპუტაციის დაზიანებას ემსახურება ეს თუ რაღაცა პროფესიული შესაძლებლობების დაკნინებასაც და ქალების მხრიდანაც არის ხოლმე რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს ეს ბულინგი. უნდა დაგეთანხმოთ ამაში, რომ ქალების მხრიდან თუ კი კომენტარებს გადავხედავთ, შეიძლება უფრო მეტი კომენტარი აღმოვაჩინოთ, რომ ზუსტად ქალები აკეთებენ ამ კომენტარებს ქალების წინააღმდეგ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ აქ გვაქვს სერიოზული პრობლემა არა მხოლოდ კაცების მხრიდან ქალების ჩაგვრის მიმართულებით, არამედ რეალურად ჩვენი საზოგადოება არ არის ტოლერანტული ზოგადად ქალის მიმართ და ის რომ შეიძლება დააზიანოს ამან რეპუტაცია ბუნებრივი არის, გვინდა თუ არ გვინდა ილექება ეს ადამიანების ტვინში და მის მიმართ ქალების მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვები, თუნდაც ბულინგისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ მას სურვილიც აღარ გაუჩნდეს, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა, ძალიან მნიშვნელოვანი არის და ეს არის ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის ერთ-ერთი შემაფერხებელი, ვინაიდან ასე გენდერული თანასწორობის მიღწევა ძალიან რთულია. დიახ, ჩვენ ყველაზე კარგად იცი, რომ დეზინფორმაცია აი ეს ხშირად ხდება ხოლმე სტერეოტიპების ჩამოყალიბებას უწყობს ხო ხელს და ეს სტერეოტიპები შემდეგ ძალადობის წამახალისებელი ხშირად ხდება. ან როგორ უნდა ვებრძოლოთ მას და თქვენ რა სტერეოტიპები გსმენიათ, რომელიც შემდეგ აი ძალიან ძიმე ფორმებით მთავრდება ხოლმე ცუდ შედეგებამდე მიდის. ზოგადად მიმაჩნია, რომ ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც სტერეოტიპებს აღვერთებს. რეალურად ამას
ვიღებთ როგორც ნორმას და ჩვეულებრივი არის, თუ კი გარკვეული სტერეოტიპი არსებობს ჩვენ საზოგადოებაში. დეზინფორმაცია არის ყველაზე ცუდი მექანიზმი, რაც შეიძლება საზოგადოებრივი განვითარების წინააღმდეგ გამოიყენოს ამა თუ იმ ძალად, ხო? რეალურად ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს ეხლა რთული სიტუაცია მედია საშუალებებთან დაკავშირებით გავამახვილებდი ყურადღებას, ვინაიდან ქვეყანაში პრაქტიკულად რეგიონებში მაუწყებლობს პროპაგანდული მედია, რომელიც რეალურად ავრცელებს ისეთ ინფორმაციას, რაც სინამდვილეს პრაქტიკულად არ შეესაბამება და რაც გარკვეული ჯგუფების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული მხოლოდ და არა ინფორმაციის გადმოსაცემად. შესაბამისად, ეს საზოგადოებაში ახდენს ბუნებრივია გავლენას, ვინაიდან ძირითადი ნაწილი, ამორჩეველთა ძირითადი ნაწილი, ვიცით რომ არის საკმაოდ წინაარჩევნებთან ვერ შევადარებ, წინაარჩევნები გქონდა, საპარლამენტო არჩევნებზე საკმაოდ მაღალი იყო ახალგაზრდების აქტიურობა, თუმცა სხვა არჩევნებს თუ გადავხედავთ, ნახავთ რომ ამორჩეველთა ძირითადი ნაწილი არის უფრო ასაკიანი ადამიანები, რომლებიც რეალურად უყურებენ მაგალითად იმედს, რუსთავიორს, სადაც დიდი რაოდენობით გადაიცემა სერიალები. რეალურად ეს ადამიანები სერიალების გამო უყურებენ იმარკს, მაგრამ საინფორმაციო საშუალებათაც იგივე არხებს იყენებენ. შესაბამისად, რეგიონებში განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც სოციალურ ქსელებთან ნაკლებად მიუწვდებათ ხელი, მათთვის ინფორმაციის მიმწოდებელი არის პროპაგანდული მედია. და იქ გაჟღერებული ნებისმიერი ინფორმაცია ხდება საინფორმაციო რუსული პროპაგანდა. რუსული პროპაგანდა იქნება ეს თუ იქნება ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაცია, ეს ყველაფერი ილექება იმ საზოგადოების მეხსიერებაში და გონებაში. შესაბამისად, ეს საკმაოდ რთული სამართავი არის, თუ კი თვითონ ხელისუფლება არ არის განწყობილი იმისთვის, რომ რეალურად თავისმა საზოგადოებამ მიიღოს სწორი ინფორმაცია და იყენებს ტელევიზიებს მხოლოდ იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკა მიიტანოს ნებისმიერ ამორჩევლამდე, ამას შემდეგ შესაძლებელია მოყვეს ძალიან ცუდი შედეგები. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიები რეალურად იბლოკება და უკვე დაიხურა გარკვეული მაუწყებლობები, რომლებიც საწინააღმდეგო აზრს ადვითარებდნენ და შესაძლებელი იყო ანალიზი გაეკეთებინა თვითონ ამორჩევლებს. ესეც უკვე ძალიან შეიზღუდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რასაც დღეს ჩვენი ხელისუფლება გვთავაზობს, არის მიმართული აბსოლუტურად დემოკრატიის დაქვეითებისკენ, ანუ დემოკრატიის თვალსაზრისით ჩვენ ძალიან უკან მივდივართ იმის მაგივრად, რომ ქვეყანა განვითარდეს და წინ გადადგმული ნაბიჯები იყოს. და შესაბამისად, მათი, კრიტიკული მედიის არარსებობა რეალურად რამდენიმე წელში ალბათ მოიტანს ზუსტად იგივე სიტუაციას, რაც გვაქვს რუსეთში. კი ბატონო, ამაზე მინდოდა საუბარი. აუცილებელი რომ არის და დეზინფორმაციისთან საბრძოლოდ განსაკუთრებით დიდი რომ არის მედიის როლი, ამაზე ვთანხმდებით და დეზინფორმაციას რომ გავლენა ჰქონდა ეს მიმდინარე არჩევნებზეც ძალიან კარგად გამოჩნდა. აი ამ კანონს რაც შეეხება, გარდა იმისა, რომ ზღუდავს მედიას, ხედავთ როგორ იხურება ერთი მეორის მიყოლებით, ხო? მედია საშუალებები და აგერ ხედავთ თავდასხმებს მედიის წარმომადგენლებზე, მათ შორის ყავს მზე ამაღლობელი, უსამართლო პატიმარი, ასე ვიტყოდი. რაც შეეხება მაისის ბოლოს ველოდებით ხომ არასამოქმედებას, არანაკლებ მნიშვნელოვანი არის არასამთავრობო ორგანიზაციების როლი, რომლებიც სხვადასხვა სერვისებს თავაზობდნენ მოსახლეობას და ძალიან დიდ საქმეს აკეთებდნენ, თუნდაც დეზინფორმაციის კუთხით, ხო, ჩვენი ორგანიზაციაც პირადად მუშაობდა ამაზე, რომ ამხსნათ მაყურებელს რა სარგებელს დაკარგავენ ისინი და ზოგადად რა საფრთხე არის, რას ელოდებით, როდესაც ამოქმედდება უკვე. რეალურად საფრთხეები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც
ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს და ამას სამწუხაროდ ძალიან მალე ალბათ თითოეული ადამიანი იგრძნობს საკუთარ თავზე. ვინაიდან ის შეზღუდვები, რაც შეიძლება მოყვეს ფარასამოქმედებას, რაც შეიძლება მოყვეს გრანტების შესახებ კანონს, რომელიც რეალურად ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტის მიღებას ისეთ პირობებში, თუ კი ამაზე თანხმობას არ გასცემს მთავრობა, ეს ძალიან ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც იყო სერვისის მიმწოდებელი, შეზღუდავს, შეუშლის ხერს და შესაძლებელია სრულად გაუქმდეს კიდევაც. სინამდვილეში ეს ორგანიზაციები ძალიან ბევრ რესურსს აძლევდა ჩვენ ქვეყანას იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება გარკვეულწილად განვითარებულიყო და მიეღო ის სარგებელი, რაც შეიძლებოდა მიეღო, იქნებოდა ეს ევროპიდან, თუ იქნებოდა ეს ამერიკიდან. მაგალითად სამართლებრივი მომსახურება, რომელსაც ძალიან ბევრი ორგანიზაცია უფასოდ სთავაზობს თავის ბენეფიციარებს, შესაბამისად ეს ადამიანები დაკარგავენ იმის საშუალებას, რომ რეალურად მიმართონ სასამართლოს, მიიღონ ეს სერვისი და იბრძოლონ საკუთარი უფლებების აღდგენისთვის. იქ, სადაც ხელისუფლება თავის მხარდამჭერი თუ არ არის ასეთ ადამიანებს ათავისუფლებს მხოლოდ ამის გამო სამსახურიდან და ძალიან ბევრი გვაქვს უკვე დღეს ეს მაგალითები, როდესაც პეტიციაზე ხელმომწერი ადამიანები საჯარო სექტორში დასაქმებულები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო არიან გათავისუფლებულები, რომ პეტიციაზე მოაწერეს ხელი და მხარი დაუჭირეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, ასეთ შემთხვევაში გათავისუფლებული ადამიანები რეალურად თავიანთი უფლებების აღდგენისთვის მიმართავენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ბუნებრივია გრანტით ფინანსდებიან და იღებენ მათგან სრულად უფასო იურიდიულ მომსახურებას. ეს ადამიანები ხვდებით ალბათ, რომ მიღებული კანონების საფუძველზე დიდი ალბათობით, 90%-იანი ალბათობით დაკარგავენ ამ უფლებას, რომ იდაონ თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად. ვინაიდან ბევრ ადამიანს არ აქვს იმდენი საშუალება, ფინანსური რესურსი, რომ ჰყავდეს კერძო ადვოკატი და კერძოდ შეძლოს თავისი უფლებების აღდგენა. ვფიქრობ, რომ გარდა სამართლებრივი სერვისების მიწოდებისა, გვაქვს ქალთა უფლებები, რომელსაც რეალურად მხოლოდ არასამთავრობო სექტორი უზრუნველყოფს, სადაც ქალებს, როგორც საზოგადოების სრულუფლებიან წევრებს, მხოლოდ აქედან ჰქონდათ ინფორმაცია, უნდა ვაღიაროთ ჩვენ ქვეყანაში რეალურად ქალებმა აქედან გაიგეს, რომ ისინი თანასწორები არიან მამაკაცებთან ერთად და იგივე უფლებებით სარგებლობენ, რა უფლებებითაც შეიძლება სარგებლობდეს კაცი, ხო? ქალთა უფლებები იქნება აბსოლუტურად ალბათ ნულამდე ჩამოყვანილი, მათი უფლებების დაცვა. ვინაიდან ამაზე სახელმწიფო მინიმალურად ზრუნავს, აი ძალიან ელემენტარული ზრუნვის პროგრამები გვაქვს იმისთვის, რომ ქალებმა თავები დაცულად იგრძნონ და შესაბამისად უამრავი პროგრამები არის, მაგალითად განათლების სისტემაში არის ძალიან ბევრი პროგრამა, გაცვლითი პროგრამები არის, რითიც ისეთ ახალგაზრდებს, რომლებსაც ფინანსურად თვითონ არ შეუძლიათ უზრუნველყოთ, თქვათ, ევროპაში განათლების მიღება და მაღალი ხარისხის განათლების მიღება, ამის საშუალებას აძლევდა სწორედ ის გაცვლითი პროგრამები, რომელიც ევროპიდან შემოდიოდა და გვაძლევდა ამ რესურსს. შესაბამისად, ეს რესურსიც იქნება დაკარგული და ასევე თუ ვინმე გონია, რომ ის თავის საკუთარ თავზე ვერ იგრძნობს იმას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ძალიან ცდება, ვინაიდან თუნდაც სოფლის მეურნეობის პროგრამები, რომელიც ახლა ხორციელდება და სოფლის მოსახლეობა ამითი არის კმაყოფილი, ეს არ არის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული პროგრამები. ეს არის ევროკავშირის გრანტები, ეს იყო მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გონია, რომ ეს არის USAID-ის გრანტები. სამწუხარო არის ის, რომ რეალურად, როდესაც ეს პროგრამები ხორციელდება, იქ ჩნდებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს პროგრამა ხორციელდება. თუმცა იქვე არ არის ხოლმე აღნიშნული, რომ ის ფული, რომელიც იხარჯება
მოსახლეობისთვის არის ევროკავშირის გრანტი, ან არის USAID-ის გრანტი. რეალურად, როდესაც საუბარი არის ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, რომ აგერ ევროკავშირი თანხებს ხარჯავს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც გადატრიალებას უწყობენ ხელს და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა გაუქმდეს ამის გამო. აქვე მინდა მოსახლეობას უთხრა, რომ ევროკავშირის გრანტების 80% გადის ხელისუფლებაზე, ანუ სამთავრობო პროგრამებს ხმარდება და მხოლოდ 20% არის, რაც ხმარდება არასამთავრობო ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების დაცვისთვის. შესაბამისად, ის პროგრამებიც, რასაც ხელისუფლება ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს, ასეთი მიდგომის პირობებში ის პროგრამებიც დგას ეჭვის ქვეშ და დიდი ალბათობით შესაძლებელია რომ შეწყდეს. დიახ. ჩვენ ერთის მხრივ ნახეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო აღიარება და ახლა ნახეთ რომ უკვე ჩანიშნა ქართულმა ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნები, რომ დავანებოთ თავი ყველაფერს და ვთქვათ, როგორ შეიძლება მოხდეს დაკვირვება მაშინ, როდესაც აქაც უამრავი შეზღუდვა დაწესდა და ამ მიმართულებითაც უკვე ფაქტიურად სახელმწიფო გუნდი, როგორც ვიცი, ძალიან აქტიურად ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და მანამდე მოასუფთავა ველი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მიიღონ და ეს როგორ გააკეთა, ეს გააკეთა საკანონმდებლო ცვლილებებით და ცვლილებები ხდება იმდენად სწრაფად, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეც ის საკანონმდებლო ცვლილებები წაკითხული არ აქვს, ისე აძლევენ ხმას და ისე უჭერენ მხარს ამ კანონების ამოქმედებას. ვინაიდან ესეთი სისწრაფით მე არ მახსოვს საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებები ყოველდღიურად ან დიდი საკანონმდებლო ცვლილებები ხორციელდებოდეს. აქ რეალურად პრობლემა გვაქვს ერთი იმაში, რომ ფარას ამოქმედება ხელს შეუშლის, დიდი ალბათობით ხელს შეუშლის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციონირებას, რომელიც სადამკვირვებლო მისიას ახორციელებს. შესაბამისად, თუ კი არ იქნება დაფინანსება სადამკვირვებლო მისიას, იცით რომ ჭირდება საკმაოდ სერიოზული ხარჯები, რასაც შესაძლოა ვერ გაუძლოს ორგანიზაციამ და ბუნებრივი არის ვერ ეყოლება ადგილზე დამკვირვებელი, ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება, რომელიც შემოგთავაზა ჩვენმა ხელისუფლებამ, რაც რეალურად დამკვირვებელს პრაქტიკულად იქ ყოფნის, ანუ რატომ უნდა იყოს დამკვირვებელი იქ, პრაქტიკულად ეჭვის ქვეშ დგება, ვინაიდან დამკვირვებელს უფლება არ აქვს მოსთხოვს ადამიანის პირადობის მოწმობის ჩვენება, რომ იდენტიფიცირება მოახდინოს ნამდვილად ის ამორჩეველი არის თუ სხვა ამორჩეველი მოვიდა საარჩევნო უბანზე, იზღუდება ფოტო-ვიდეო გადაღება და ასე შემდეგ. შესაბამისად, რეალურად რასაც შეიძლება დამკვირვებელი ადგილზე აკვირდებოდეს, ის ფუნქციები დამკვირვებელს შეეზღუდა კანონის ძალით და ასეთ შემთხვევაში იქ ეჭვის ქვეშაც კი დგება, საერთოდ აზრი აქვს თუ არა საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის ყოლას, თუ კი ის ვერ შეძლებს ამორჩევლის იდენტიფიცირებას ვერანაირი გზით, ვერ მოახდენს ფოტო-ვიდეო გადაღებას და ასე შემდეგ. ხვდებით, რომ ასეთი შეზღუდვები რეალურად იწვევს იმას, რომ ადგილზე გვეყოლება დამკვირვებელი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცამ თქვას, აგერ ჩემს საარჩევნო უბანზე იყო დამკვირვებელი და აქ არ მომხდარა არანაირი დარღვევა. კი ბატონო, ბოლოსკენ უნდა წავიდეთ, მაგრამ მანამდე შენ მუდმივად აპროტესტებ მიმდინარე მოვლენებს, ასევე გნახეთ აქციებზეც ხშირად ხედავდით, რა იყო ის, ვთქვათ, წითელი ხაზი, რამაც გადაგაწყვეტინა, რომ ეს პროტესტი ასე გამოგეხატა და ასე ტყოდი იმ ადამიანებს, ვინც რაღაც ცდილობენ, რომ ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნონ და ფიქრობენ, რომ ეს მე არ შემეხება და რაღაცნაირად აი ამ პროცესებს განერიდონ და არ დააფიქსირონ ის. პირველ რიგში მე ვითვალისწინებ იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე შეეხება ის, რაც დღეს რეალურად ხდება და აუცილებელი არის ამას შევხედოთ უფრო ფართოდ, არა იქიდან მე შემეხება თუ არა, არამედ იქიდან რა შეიძლება ამ საკანონმდებლო ცვლილებებმა ზოგადად მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, თუ კი მიმაჩნია, რომ ეს მე შემეხება და შეეხება ჩემ გარშემოც ყველას, პირველი ეს არის პროტესტი აუცილებლად ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. მეორე, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყანაში
იმ საღად მოაზროვნე ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომლებიც გრძნობენ, რაშიც შეიძლება აღმოჩნდეს ცოტა ხანში ჩვენი ქვეყანა გამოდიან აქციაზე, არიან აბსოლუტურად მშვიდობიანები და როდესაც ხედავ, რომ მათ პრაქტიკულად ლეწავს ცხვირპირს ამტრევს ის უწყება, რომელიც რეალურად ადამიანის უფლებებს ქვეყანაში ყველაზე პრიორიტეტულად უნდა იცავდეს, ხო? პოლიცია იქნება ეს თუ სხვა ფორმაში შემოსილი ადამიანები, ისინი არიან სამართალდამცავები და მათი პირველი მოვალეობა არის ადამიანის უფლებების დაცვა და არა მათი ცემა ქუჩაში ასეთი ადამიანების უფლებები არა მხოლოდ დაცული არ იყო თქვა რუსთაველის გამზირზე, სადაც პირდაპირ ურტყავდნენ ადამიანებს, არამედ დაცული არ იყო საგამოძიებო მოქმედებების დროს, წინასწარი დაკავების იზოლატორებში და ასევე სამწუხაროდ მათი უფლებები დაცული არ არის სასამართლოში, სადაც ყველაზე მაღლა უნდა იდგეს უწყება და დაიცვას ის ადამიანები თუ მას ვინმე ქვეყანაში მოექცა ცუდად, მე რამოდენიმე სასამართლო პროცესზე ვიყავი და იქ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ხდება პირების დაჯარიმება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ აქციაზე იდგნენ. ეს არის აბსურდი და ეს არ აკმაყოფილებს არანაირ სამართლებრივ სტანდარტს, რაც შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს. მადლობა, იურისტი თია თედლიაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი, მე გემშვიდობებით დროებით.